დღეს დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭყადუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი 6 აპრილამდე გადაიდო. პროცესის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოღალატე და საქართველოს ოკუპანტო. ასეთი შეძახილებით გააცილეს თავისუფალი ზონის წევრებმა მოწინააღმდეგე მხარეები. მონები, давай, გავიდა, გაიხვალე. ურტყელები ხარ რა? აი, ბოგდანი უსი გავიდა ეხლა. რუსეთის ჯაშუშებო და მონებო, პუტინის მონებო. დღეს გაიმართა მოდი პროცესი, რომელიც ერთი წლის უკან თავისუფალი ზონის ოფისთან განხორციელდა პროვოკაცია მე და დავით გოგოხიას მიმართ. დღეს ასევე განმეორდა სუსის დაორგანიზებული ტილოშკები მოვარდნენ და შეეცადნენ იგივე პროვოკაცია მოეწყოთ ჩვენს წინააღმდეგ ჩხუბი, რაღაც გინება იყო სასამართლო დარბაზში. აღნიშნული ლადო სადღებულაშვილი და სხვა მისი დაახლოებით 5 თანხმლები ტიტუშკა, რომელიც არის სუსიდან დაორგანიზებული და სუსის მიერ იმართება ეს პიროვნებები, არ იქნა დაკავებული სასამართლო დარბაზში გამოთქვეს უწმაწორი სიტყვები, უარყოფა მოხდა სასამართლოს უშუალოდ დარბაზში, შესასვლელში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზეც პოლიციამ და მანდატურებმა მხოლოდ გამოიჩინეს სიტყვიერი გაფრთხილება და ისინი არ იქნენ დაკავებული. ჩვენ რა თქმა უნდა თავისუფალი ზონის წევრები, მე ასევე დავით გოგოხია, რა თქმა უნდა ყველა სასამართლოს დავესწრებით და რა თქმა უნდა სიმართლე აუცილებლად ადგინდება. რუსეთის აგენტთა და პუტინის პირადმა მონამ ზადა დავითაია მაღასულა სუსის კედლებში დაგეგმილი პროვოკაცია, ეს მოხდა წელიწადნახევრის წინ, სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართა დღეს კვლავ სასამართლო პროცესი. რასაკვირველია, ზადა დავითაიას მონაბოდი, რაც დღეს ისაუბრა სასამართლოზე, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდა, არის სრული ფარსი. თავისუფალ ზონას ვერანაირი პროვოკაციებით, ვერანაირი დაჭერებით ვერ შეაჩერებენ პირიქით. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი мотиваცია, რადგან გებრძვიან პუტინის მონები და რუსეთის კეთილად განწყობილი ადამიანები, ესე იგი ჩვენ მართლა ვაკეთებთ პატრიოტულ საქმეს, მართლა ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რათა საქართველოს იყოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ის ფარსი, რაც თავის დროზე დაიწყო, ის სამარცხვინო პროცესი, რაც თავის დროზე დაიწყო, გრძელდება. რაც შეიძლება ამ სასამართლო პროცესზე ვთქვა. წარმოიდგინეთ ორი მხარე არის ერთმანეთთან დავითაია, რომელსაც ელისო კილაძემ პირდაპირ დასდო ბრალი თავის მოღალატეობრივ საქმიანობაში. პირდაპირ დასდო ბრალი, თუ ვის ემსახურება ის დაასახელა რუსეთის ფსბ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც პირდაპირ ექვემდებარება დავითაია. დავითაია, რომელიც მოსკოვში დადის და ღებულობს პრიზებს და ჯილდოებს იქაური ფსბ-სგან. დავითაია, რომელიც ყველა თავის დროზე გასამართლებული იყო და ეს არ არის ვარაუდის ბრალდებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ერთ მხარეს ბრალდებელი არის აი ეს ადამიანი და მეორე მხარეს დგას დავით გოგოხია, ფარნაოზ ჭყადუა. ეს ორი ადამიანი, რომლებიც გაასამართლეს თავის დროზე საოკუპაციო ბანერის მოგლეჯისთვის, გაასამართლეს იმისთვის, რომ მათ გააპროტესტეს ფსბ-ს გენერლის ვიზიტი საქართველოში. დააპატიმრეს თავის დროზე, იმიტომ რომ პუტინს შეაგინა ქართველმა ადამიანმა. დააპატიმრეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი აპროტესტებდნენ ოკუპანტების საქართველოში ყოფნას. ერთ მხარეს დგას აი ეს ადამიანი, მეორე მხარეს დგანან ეს ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთეს მომავლისთვის. აი აქ კითხვის ნიშანი აღარ უნდა დაისვას. ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი, აქ ყველაფერი არის ნათელი. ეს იყო ბინძური პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა ზაზა დავითაიამ, რომელიც მიზანიც იყო თავის დროზე თავისუფალი ზონის განადგურება და ინერციით მოდის ეს საქმე. თავისუფალი ზონა არათუ ვერ გაანადგურეს, არამედ თავისუფალი ზონა კიდევ უფრო გაძლიერდა და თავისუფალი ზონა დამერწმუნეთ დავითაიასნაირს ძალიან ბევრს მოინელებს მომავალში.